საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში მიხეილ სააკაშვილი დღეს აკაკი წერტლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტის თბილისში გადატანა ხელს შეუშლის ქუთაის როგორც რეგიონული ჰაბის განვითარებას, გაუქმებს 10,000-ობით სამუშაო ადგილს და შეაფერხებს მთლიანად დასავლეთ საქართველოს ინფრასტრუქტურულ განვითარებასაც. პრეზიდენტმა პარლამენტის თბილისში დაბრუნების მცდელობას დღეს ქუთაისის ჩამდგარ ქალაქად ქცევის გამოცხადებული ქრონიკა უწოდა. და წაგლიჯეს მომენტ. დღეს ძალიან მოდაშია ნაციონალური მოძრაობის ლანცვა. და ჩემი ლანცვა, მაგრამ მინდა ერთი რამე ვთქვა. ის რომ დღეს არის დენი, ის რომ თქვენ არ გართმევთ ქთამს, ის რომ დღეს არ არიან ქურდები, ის რომ თქვენ არ გზავნოთ 2-3 ლარს. ეს ყველაფერი გავაკეთე მე და ნაციონალურმა მოძრაობამ. და ამით ძალიან ვამაყობ. არჩევნების წინ მე ვიძახოდი რომ ყველაფერს აქვს ფასი მეგობრებო. და ჩვენ შეიძლება გვეგონოს რომ ყველაფერი ეს ჩაოლებრივია, ესეც ჩაოლებრივია, ესეც ჩაოლებრივია, ესეც ჩაოლებრივია, ყველაფერი ეს დარჩება და რაღაცა დამატებითაც მივიღებთ. ერთი პრობლემა აღვთ, რომ უშუქობაც, კრიმინალიც, ქურდებიც, კორუფციაც, ამას ჰქონდა სახელები და გვარები. და ეს სახელები და გვარები ძირითადად ცოცხლები არიან და უფრო მეტად გეტყვით, მათი ძირითადი ნაწილი დაბრუნდა კაბინეტებში. და უფრო მეტიც დღეს მათ ერთად გადაწყვიტეს ქუთაისის საერთო პარლამენტი. უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს პარლამენტი ქუთაისში. ჩემი თვალსაზრისით რა იყო აქ ჩანაფიქრი, როდესაც აქ განმოხდა. ეს არის წყალტუბოს ძალიან დიდი ტურისტული კომპლექსი, რომელიც ძირითადად შეჩერებულია სოფლიო ბანკის ნაწილში გრძელდება, მაგრამ თუ პარლამენტი ქუთაისში არ იქნა, ეს ქუთაისში აღარ იქნება. თუ პარლამენტი ქუთაისში არ იქნა, ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გვინდა და ყოფილიყო დიდი ხაბი, მთელი რეგიონს უნდა ეფრონა აქ. ეს იქნებოდა არა მხოლოდ კავკასიის უდიდესი აეროპორტი, არამედ უნდა ყოფილიყო ევროპის უდიდესი აეროპორტი. არ იქნება პარლამენტი ქუთაისში, ვერ იქნება ქუთაისი ისევ როგორც ძველ დროს იყო ორი რეისი, ერთი მოსკოვი, ერთი კიევი, ისევ ის დარჩება. არ იქნება პარლამენტი ქუთაისში და უამრავი ინვესტიციები სასტუმროებში, მაგალითად 21 საათიანი სასტუმრო უნდა შეიმყუროთ, მაგალითის უამრავი სხვადასხვა პატარა სასტუმრო ტურისტული ობიექტი, ეს ყველაფერი 10,000-ობით სამუშაო ადგილი გაჩერდება. არ იქნება პარლამენტი, იცით რომ ბევრი თქვენ გაის სტაჟირებას უნდა გასულიყო პარლამენტში, ბევრი თქვენ გაისთვის იყო სამუშაო ადგილი. რატომაც ამ პარლამენტმა გადმოიყვანა აპარატის უმრავლესობა თბილისიდან. იმიტომ რომ თავიდანვე აპირებდა წასვლას. ეს არ იყო ჩვენი ჩანაფიქრი. აღარ იქნება ახალგაზრდების პერსპექტივა. ისინი ამბობენ რომ უნდა დავბრუნდეთო თბილისშიო, იმიტომ რომ არასამთავრობო სექტორი არის თბილისშიო და რატო ქუთაისში არ შეიძლება იყოს არასამთავრობო სექტორი? ქუთაისში არ შეიძლება და დასავლეთ საქართველოს არ შეიძლება ყავდეს არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი ამბობენ რომ ჩვენ ბრუნდებით სახში, ჩვენ გვინდა ბრუნდებით თბილისში, იმიტომ რომ გვინდა ყოფნა ახლოს ხალხთან. ესე ქუთაისში ხალხი არ ცხოვრობს? ამას გეუბნებიან ყოველდღე თქვენ გასაგონად. ისინი ძახიან ჩვენ ბრუნდებით სახში. რატო სახლი საქართველოს მართველების მხოლოდ თბილისი შეიძლება იყოს, უბრალოდ თბილისის მხოლოდ ერთი კვარტალი და ერთი უბანი? ეს არის არასამთავრობო სექტორის პერსპექტივა, ეს არის უძრავი ქონების ბუმი, რომელიც უნდა დაწყებული ყოფილიყო ქუთაისში, ეს არის ამით და ეს არის ქუთაისის რეგიონულ ცენტრად ქცევა. და უბრალოდ უნდა დაიწეროს, რომ არის ქუთაისი ნიშნავს ჩამკვდარ დასავლეთ საქართველოს. ცოცხალი ქუთაისი აცოცხლებს დასავლეთ საქართველოს. პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის იდეა ეს არის ქუთაისის კვლელობის ჩამკვდარ ქალაქად ქცევის გამოცხადებული ქრონიკა.